სავაჭრო ობიექტებს გადახდების მიღება შესაძლოა ახალი წესებით მოუწიოთ. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორებიც ქართული ოცნების დეპუტატები არიან, უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვას და ბარათით გადახდისას საკომისიოების რეგულირებას ითვალისწინებს. თუკი დღეს კომპანიები გადახდების მიღებისას სხვადასხვა ბანკის პოსტერმინალებით სარგებლობენ, ცვლილებების მიღების შემთხვევაში დაინერგება უნივერსალური საკონტროლო სალარო აპარატები, რაც ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს როგორც სალარო აპარატს, ისე საბანკო ტერმინალს. ცვლილებების პაკეტი ასევე ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციებისას საკომისიოების რეგულირებას. კერძოდ, საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 0,3% არ უნდა აღემატებოდეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი სავაჭრო ობიექტებისთვის საკომისიოების ხარჯების შემცირება, ასევე საგადასახადო ადმინისტრების გაუმჯობესება. საქონლის ან მომსახურების მიღებისას, მათ შორის ელექტრონული კომერციის ფარგლებში, საბანკო პლასტიკური ბარათით წარმოებული გადახდები, რომელიც არ აღირიცხება საკონტროლო სალარო აპარატით, მნიშვნელოვნად აღემატება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების მაჩვენებელს და შესაბამისად პროექტით გათვალისწინებულია ისეთი ტიპის უნივერსალური სალარო აპარატის შემოღება, რომლის მეშვეობითაც შემოსავლების სამსახური შეძლებს, როგორც ნაღდი ფულით, ასევე უნაღდო ფორმით, საგადახდო ბარათის მეშვეობით ანგარიშსწორებისას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებას. ამასთან ყველა ტიპის ტერმინალი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი და ნაღდი ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი სალარო გაერთიანებული იქნება ერთ მოწყობილობაში. 0,3 იქნება ბანკთა შორის ურთიერთობა, ხოლო დანარჩენს დაარეგულირებს ტენდერიდან გამომდინარე გამარჯვებული კომპანია. უნივერსალური ტერმინალი იქნება, რომელიც გაერთიანებს როგორც ნაღდ ანგარიშსწორებას, ისე უნაღდო ანგარიშსწორებას, ონლაინ ანგარიშსწორებას, თუმცა რამდენი იქნება, ეს უკვე კონკურსით გამოვლინდება, მაგრამ იქნება ერთი პრინციპით მომუშავე. როდესაც თქვენ მიბრძანდებით ბარათით, თქვათ, მაღაზიაში და ბარათს დაადებთ ტერმინალს, დაახლოებით იხდით 1.5%-დან 2.5%, შეიძლება რაღაც ცოტა ნაკლები იყოს, რაღაც ცოტა მეტი. ეს არ არის ევროპული სტანდარტი, ეს არის ძალიან ბევრი და ჩვენ გვინდა ზუსტად ევროპული სტილში გავაკეთოთ, როგორც იქ არის ბანკთა შორის გადარიცხვებიც და ყველაფერი, რომ იყოს დაახლოებული მასთან. ანუ იყოს ნაკლები აშკარად. სავაჭრო ობიექტებს შესაბამის მოწყობილობებს, უნივერსალურ საკონტროლო სალარო აპარატებს და მომსახურებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის შერჩეული კომპანია მიაწვდის. კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ეროვნული ბანკი. სპეციალისტების ნაწილი საგადახდო მომსახურების ბაზარზე დაგეგმულ ცვლილებებში გარკვეულ რისკებს ხედავს. როგორც საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი აცხადებს, ჩნდება კითხვა, მიიღებს თუ არა სარგებელს საბოლოო მომხმარებელი. გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ საკომისიოების რეგულირება ბანკების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ლოიალობის პროგრამების შემცირებას გამოიწვევს. მეორე მხრივ კი ჩნდება რისკები. ხომარში არჩევს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია უნივერსალური სალარო აპარატების მიმწოდებელ კომპანიას პოლიტიკური ნიშნით. ამ საბანკო საკომისიოების შედეგად მომხმარებლები როგორც წესი იღებენ გარკვეულ სარგებას დაბრუნებული ქულების, რაღაც cashback აქციების ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ესეც შემდეგ უკვე წარსულს ჩაბარდება, რადგან თუ იქნება უნივერსალური ტერმინალი და რომელი ბარათით გადავიხდი პირობითად არ ექნება მნიშვნელობა, რომელ ტერმინალზე გადავიხდი, რა თქმა უნდა, და შემცირებული იქნება საკომისიო ბანკებსაც დაეკარგებათ мотивация, რომ მსგავსი თქვათ რაღაცა ლოიალობის პროგრამები ამუშაონ ისეთები, როგორც დღეს აქვს. პლუს მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს გარკვეული ლობირების შემთხვევაც, გარკვეული პოლიტიკური და ბიზნეს ჯგუფების მხრიდან. ეს შედეგი დგება მაშინ, როდესაც პარლამენტი გავსებულია, ასე ვთქვათ, ბიზნესმენებით, რომლებიც თვითონ ფორმალურად ჩამოცილებული არიან ბიზნეს საქმიანობას, მაგრამ ჩვენ რეალობაში ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომელიც გარკვეულ ბიზნეს ინტერესებს ემსახურება, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ვერ იქნება მომხმარებლისთვის მომგებიანი. სპეციალისტების მეორე ნაწილი კი ინიცირებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტებისთვის სხვადასხვა საბანკო თუ საკომისიო ხარჯების შემცირება საბოლოოდ პოზიტიურად აისახება მომხმარებელზეც. როგორც ფინტეკ ასოციაციაში აცხადებენ, ცვლილებებით ასევე ჩნდება პოტენციალი საქართველოს ბაზარზე შემოცვლით სხვადასხვა საერთაშორისო საგადახდო მომსახურების კომპანიების დაინტერესდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად smart holding-ის დანერგვა ქვეყანაში. ეს არის ევროპული სტანდარტი, რომელიცაც უკვე ძალიან ბევრი წელი ევროპაში ამ მიმართულებით მუშაობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად სავაჭრო ცენტრებს, სავაჭრო ობიექტებს რეალურად ხარჯები შეუმცირდებათ, მინიმუმ იმ კუთხით, რომ ბევრ სხვადასხვა ბანკთან არ მოუწევთ გარკვეული კონტრაქტების დადება, ამ ტერმინალებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების აღება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, იქნება ერთი უნივერსალური ტერმინალი, რომელზეც ნებისმიერ ტიპის ბარათით გადახდის შესაძლებლობა იქნება და მანდაც მაგ ჭრილშიც წესით და რიგით თვითონ მერჩანტებს შეუცვლიდებათ ხარჯები. ამან პოტენციურად, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოიწვიოს ზოგადად საცალო პროდუქციაზე
უფასების შემცირება, რაც საბოლოო ჯამში თავისთავად მომხმარებელზეც აისახება. არსებობენ კიდე საერთაშორისო ძალიან დიდი და მძლავრი ვენდორები, ეგრეთ წოდებული მომწოდებლები, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოში არ არიან წარმომადგენლები, თუმცა პოტენციალურად შეიძლება დაინტერესდნენ. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი ტიპის საკონტროლო სალარო აპარატები დაექვემდებარება. თუმცა ბიზნესებს მიეცემათ გარდამავალი პერიოდი და 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლებათ გამოიყენონ ძველი, უკვე რეგისტრირებული სალარო აპარატები და ტერმინალები. 2028 წლის 1 მაისიდან კი ახალი სისტემის გამოყენება სავალდებულო გახდება. საგადასახადო დარგის სპეციალისტები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ერთიანი საკონტროლო სალარო სისტემის დანერგვა ბიზნეს ხარჯებს შეუმცირებს და ადმინისტრებასაც გაამარტივებს. თუმცა როგორც აუდიტორული კომპანია Tax and Legal Solutions-ის დამფუძნებელი აცხადებს, რისკები ჩნდება ბაზრის მონოპოლიზების ნაწილში, რადგან შესაბამისი მომსახურების მიწოდება მხოლოდ ერთმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. აი ამ რეფორმით აბსოლუტურად კონკურენცია აღარ იქნება ამ ბაზარზე. დღეს ახლა ორი დამოუკიდებელი სფეროა, ხო? ერთი ბაზარი არის თუ სალარო აპარატების ბაზარი, მეორე სერვისის ბაზარი, ვინც აწვდის ამ სალარო აპარატებს და მეორე სერვისი ვინც აწვდის და იგივე პლუს ტერმინალების ნაწილში იგივე სიტუაცია. მაგრამ დღეს აი ამ ცვლილების შემდეგ უკვე მოხდება კონკურენტი კონკურენციის სახეზე აღარ იქნება ბაზარზე, იქნება ერთი მონოპოლისტი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ ბაზარზე აი ამ სერვისის და საქონლის მიწოდებას. მაგრამ რატომ ამაზე ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს. არ შეიძლება ეს მიწოდებელი შევზღუდოთ ამ ბაზარზე. იყოს რამდენიმე ავტორიზებული მომხმარებელი, თქო როგორც ტელეკომში არის რა პრობლემა არის, რომლებიც ამ ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ბაზარზე იყოს 2 ან 3 კომპანია, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესს აი ამ უნივერსალური სალარო აპარატებით. საგადახდო მომსახურების სექტორში ინიცირებული ცვლილებები და აჩქარებული წესით არ განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი მის განხილვას მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე ვეღარ მოასწრებს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში უკვე საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.